თბილისის მერია ბიუჯეტის კანონში იმუხლის გაუქმებას გეგმავს, რომელიც დედაქალაქის ხელმძღვანელობას დასაფინანსებელი პროექტების თვითმმართველობის ორგანოსთან განხილვას ავალდებულებს. საკრებულოში უკვე გადაგზავნილია დადგენილება, რომელიც დამტკიცებას ელოდება. თუმცა სავარაუდოდ ეს ინიციატივა მხოლოდ უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებს. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დამტკიცებული ბიუჯეტიდან ამოიღო მე-20 მუხლი. თბილისის ბიუჯეტის მე-20 მუხლი დედაქალაქის მერიის მიერ დასაფინანსებელი პროექტების საკრებულოსთან ერთად განხილვას გულისხმობს. მერიის 17 მარტის დადგენილებით შესაძლოა ბიუჯეტში სწორედ ეს მუხლი გაუქმდეს. თამაზ შოშიაშვილის ინფორმაციით, მერიის შესაბამისი დადგენილება საკრებულოში უკვე გაიგზავნა. საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები დავით ნარმანიას ამ გადაწყვეტილებაში კორუფციის საფრთხეებს ხედავენ. დავით ნარმანია იმის ნაცვლად, რომ ებრძოდეს კორუფციას მის სისტემაში, იკეტება მაქსიმალურად და ცდილობს, რომ გააღრმავოს ის მეტასტაზები, რომელიც დაწყებულია უკვე დიდი ხნის წინ თბილისის მერიაში კორუფციის სახით. საკრებულოს ხტომაზე ამ დადგენილების მიღებას მხარს არ დაუჭერენ გაერთიანებული დემოკრატები. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მე-20 მუხლის ამოღებით თბილისის მერია მოსახლეობას დასაფინანსებელ პროექტებზე ინფორმაციის მიღების საშუალებას ართმევს. ოპოზიცია ხალხ საზოგადოებას თბილისელებს ვაცნობდით თუ რაში და როგორ უყარეთოდ ხარჯებდა დედაქალაქის მერია თანხებს. ამ შემთხვევაში ეს ინფორმაციაც აღარ იქნება. საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატები კი მერიის პროექტის საკრებულოში განხილვის გარეშე დაფინანსებაში კორუფციის საფრთხეებს ვერ ხედავენ. გადაწყვეტილება იქნება იმგვარი, რათა მერიის მუშაობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ჩვენი მხრივ მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, კონტროლის ფარგლებში, თუმცა ხელი შეუწყოთ მათ მოქნილ მუშაობას. თბილისის ბიუჯეტის გამჭვირვალე ხარჯვაზე აქცენტს აკეთებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც. ისინი არ გამორიცხავენ, რომ კონტროლის შემცირებამ კორუფციის გავრცელებას შეუწყოს ხელი. როდესაც ნაკლებია კონტროლი, ნაკლებია ვთქვათ მონიტორინგის მექანიზმი წარმომადგენლობითი ორგანოს მხრიდან, იქ რა თქმა უნდა რისკები გაცილებით მეტია შემდგომში, თუნდაც არსასრული მოვლენების მისაღებად. საკუთარი გადაწყვეტილება დღეს თბილისის მერმაც განმარტა. დავით ნარმანიას თქმით, ეს ცვლილება ბიუჯეტის პროექტიდან დამატებითი რეგულაციების ამოსაღებად და მუშაობის გასამარტივებლად მიიღო. საკრებულოს ვაწვდით ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რაში და როგორ გაიხარჯა ბიუჯეტი, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ გავიმარტივოთ პროცედურები და თანხების უფრო, ასე ვთქვათ, სწრაფად და ეფექტიანად ხარჯვის მიზნით ეს მე-20 მუხლი იქნას ამოღებული. საკრებულოში პროექტების განხილვის აკრძალვას მხარი საკრებულომ უნდა დაუჭიროს. ამ საკითხის განხილვა თვითმმართველობის ორგანოში სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან დაიწყება.